მოგესალმებით თითოეულ თქვენთან მასწავლებლებს იმედლობა იმის რომ გამოწერეთ ჩემი არხი იმის რომ ალაიქებთ და კომენტარებთ ვინც არ მიცემთ გაგეცნობით მე ვარ კატო გეტყვით რომ ეს დღეები ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ თხოვენ ფასდაკლებას ანუ მესმის ყველასი და შესაბამისად გავაკეთებ ასე ვთქვათ ორდღიან ფასდაკლებას 23 და 24 ივლისს შეგიძლიათ სრული დიაგნოსტიკა მიიღოთ ფასდაკლებით სხვაყოს 50 ლარად და გააერკვიოთ თქვენი პირადი ფინანსური სიტუაციები, სამსახურის მდგომარეობა და ასე შემდეგ. ძალიან ხშირი კითხვა არის ხოლმე რა დრო არის, ანუ რამდენი ხანი ტარდება დიაგნოსტიკა, მაგასაც გეტყვით რომ ეს არის 1 საათი მინიმუმ, უნდა გაითვალისწინოთ რომ 1 საათის განმავლობაში თქვენ მიიღებთ სრულ დიაგნოსტიკას, ანუ ყველა საკითხთან მიმართებაში ჩავეძიებით რაც შეიძლება მაქსიმალურად. ეს რაც მინდა და მეთქვა. დღევანდელ გაშლას რაც შეეხება, უბრალოდ მოდით ნახოთ რა ურთიერთობა მოვა და შემდეგ უკვე ნახოთ ურთიერთობიდან გამომდინარე დავსვავ კითხვებს, ხო? ანუ თუ წასული ურთიერთობა არის, ნუ რაღაცა სხვა კითხვები იქნება, რა თქმა უნდა, თუ არსებული ურთიერთობა მოვა, რა თქმა უნდა, სხვა კითხვები იქნება, ამიტომ უბრალოდ ნახოთ რა ურთიერთობა მოვა და ამ ურთიერთობის მიხედვით ნახოთ, მე უკვე მივყვეთ დანარჩენ საკითხებს. ნახოთ. მუსიკა იმედი არ შეგაწუხებთ, ჩემს შვილის კლასელებს აქვთ აქ გაკეთებული სტუდია, ესე რომ ვთქვათ, ბავშვები იკრიბებიან და მეცადინეობენ და ამიტომ ხანდახან ცოტა ხმაური არის ხოლმე, მაგრამ იმედი არ შეგაწუხებთ. ნახოთ, რა ურთიერთობაზეა საუბარი. რა ურთიერთობა მოვიდა ახლა ამ ეტაპზე. ეს არის ურთიერთობა, სადაც არის ბევრი დაფარული ინფორმაცია. მოდით, დაფარული ინფორმაციას თავი დავანებოთ, ეს არის ურთიერთობა, რომელიც შესაძლებელია უბრალოდ რაღაცნაირად ნახეთ და საიდუმლო ურთიერთობაა, ხო? ანუ რაღაცა მიზეზების გამო ჯერ არ იციან, არ არის ურთიერთობის ესეთი გაჟღერება საჭირო და რაღაცა მალავთ, ხო, შესაძლებელია ეს მომენტი იყოს. მერცხულ შეუბრალოდ ეს არის რაღაცა ურთიერთობა, რომელშიც არის ჯერჯერობით დაფარული სიტუაციები, იმიტომ რომ თქვათ ახალი ურთიერთობა, რომელიც ნახეთ როგორი სიტუაცია არის, ჯერ არ ვართ მზად, ჯერ არ ვიცით, ბოლომდე არ ვიცნობთ ადამიანს, ბოლომდე არ გვაქვს გაანალიზებული და გააზრებული, თუმცა რაღაცა ესეთი მე ვერ ვიტყვი, საკმაოდ სასიამოვნო ურთიერთობაზე აქვს საუბარი, როგორც ჩანს, ახალ წამოწყებაზე, ახალ ენერგიებზე, რომელიც გვაძლევს რაღაცა სასიამოვნო განწყობას, ხო, სასიამოვნო ენერგიებს შეიძლება ესე ითქვას. ძალიან კარგი მიხარია, რომ ეს არის ახალი ურთიერთობა და ეს არის რაღაცა ესეთი, სიყვარულს ამალვა უნდაო, ნათქვამია და ძალიან კარგია თუ ჯერ ვთქვით რომ არ არის საჭირო ესე რაღაცა გაჭყაროს. თუმცა ეხლა ვიღაცისთვის შეიძლება რაღაცა მომენტი იყოს ისეთიც, რომ როდესაც რაღაცა მიზეზებიდან გამომდინარე, ხო, ეხლა ეს საჯარო გაშლა არის, უკეთესად იცით ვინ რა სიტუაციაში ხარ და რატო არის რაღაცა საიდუმლო სიტუაციები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ურთიერთობა ნამდვილად ახალი არის, ახალი წამოწყებული არის. ეს არის, ეხლა ვთქვათ 2 დღის და 3 დღეზე არ არის, ხო, საუბარი თუნდაც ახლა 1 და 2 თვის მომენტიც რო იყოს, ეს მაინც ახალია, ხო, ურთიერთობა, იმიტომ რომ ჯერ კიდევ მაგ დროს არ ვიცნობთ, არ ვიცით ბოლომდე ერთმანეთს. კარგით, ნახოთ. როგორ გხედავთ ეს ადამიანი თქვენ? როგორ გხედავთ ეს ადამიანი თქვენ? საკმაოდ მომთმენ ადამიანად გხედავთ, საკმაოდ ისეთი მშვიდ, წყნარ, გაწონასწორებულ, შრომის მოყვარად შეიძლება ითქვათ და როგორი მომენტია და როგორ გხედავთ ეს ადამიანი? მე ესე გეტყოდით, რომ ადამიანი, როდესაც თქვენზე ფიქრობს, შეიძლება ფიქრობს იმას, რომ რამდენად შეგიძლიათ მოთმინება, სიმშვიდე, რაღაცა როგორ ვთქვათ, შენარჩუნება თქვენი რაღაცა ისეთი
მე ესე ვიტყოდი, რომ შეიძლება ძალიან ხმადაბლად კი საუბრობთ რაღაცა მომენტში და ადამიანს აი ძალიან უკვე შეიძლება ადამიანი იყოს იმდენად ეს გაწონასწორებული და ესეთი მშვიდი, რომ თქვათ რაღაცა კონფლიქტურ სიტუაციაშიც არ ღელავდეს და ასე შემდეგ. როგორ გხედავთ და გხედავთ ძალიან ესეთ სასიამოვნო ადამიანად, რომელთანაც ძალიან კარგია და კომფორტულია ურთიერთობა, რომელთანაც არის გაგება, ხო, აი, როდესაც უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის, რაღაცნაირად, აი, არ გვჭირდება ზედმეტი რაღაცების დამტკიცება ერთმანეთისთვის, ხო, თითქოს, აი, რაღაცა ძალიან სასიამოვნო ადამიანად აღიქვათ, მე ესე ვიტყოდი ეს ადამიანი. აქტიურიც ხართ. ნახეთ, კი, შეიძლება თქვენ იყოთ მშვიდი, თქვენ იყოთ რაღაც ესეთი გაწონასწორებული, მაგრამ ამავდროულად ცეცხლოვანი, ხო? ნუ არ არის აუცილებელი ხარ რაღაცა ფორიაქის მომენტი, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში თქვენ იმ მუხტს, რომელიც არის რაღაც ესეთი სასიამოვნო მუხტი, ხო? როდესაც კარგად გქნობ თავს ადამიანთან, როდესაც რაღაცა ძალას მაძლევს, ემოციას მაძლევს, რაღაცნაირად გრძნობ თავს ბედნიერად, აი რაღაცა აი ამას ხედავს ეს ადამიანი თქვენში. ძალიან კარგი. ჩვენიერად, აი მშვენივრად ხედავთ ეს ადამიანი შეიძლება ითქვას. ნახოთ. რას ფიქრობს თქვენთან ურთიერთობაზე? რას ფიქრობს თქვენთან ურთიერთობაზე? ნუ ადამიანს ურთიერთობა რა უნდა და კომუნიკაცია რა უნდა, ამაზე ნამდვილად შემიძლია გითხრათ. რაღაცა სასიამოვნო ემოციები, სასიამოვნო განწყობა. აი მე ესე ვიტყოდი ამ ადამიანს თქვენთან ურთიერთობაზე, რას ფიქრობს, რომ თქვენთან ურთიერთობა არის ძალიან ისეთი არა მარტო სასიამოვნო, არამედ თითქოს თავდაჯერებულობა ემატება, თითქოს რაღაცა რწმენა ემატება, თითქოს აი ადამიანი გრძნობს თავს ამაღლებულ ენერგიებში, ხო? აი რაღაცა ესეთი მომენტი აქვს ამ ადამიანს, როგორ ხედავს ურთიერთობას. მე ესე ვიტყოდი, რომ ნუ ერთის მხრივ შეიძლება ვიღაცისთვის იყოს ის მომენტიც, რომ რაღაცა სამკუთხედის მდგომარეობაც იყოს, მაგრამ და ვთქვათ ფიქრობს იმას, რომ ურთიერთობას სამკუთხედ სიტუაციაში ხართ, მაგრამ მეორეს მხრივ მოდით ესე არ გვინდა ეს სამკუთხედები, ვინც ხართ სამკუთხედებში კი იცით და თქვენ მოირგებთ ესე რომ ვთქვათ გასვლას, მე ესე გეტყოდით, ადამიანი როგორ ხედავს თქვენთან ურთიერთობას, ამ ადამიანს უნდა თქვენთან ურთიერთობა, უნდა სასიამოვნო ემოციები, უნდა სასიამოვნო ენერგიები. ის ამაღლებულად გრძნობს თავს თქვენთან, ის გრძნობს წარმატებულად თქვენთან თავს, ის გრძნობს რაღაცნაირად სიმშვიდეში. და როგორ ხედავს ურთიერთობას კიდევ ის რომ უნდა იმუშაოს ამ ურთიერთობისთვის. აქ არ არის უბრალოდ ის მომენტი, რომ აი თქვათ, ნახეთ რაღაც ურთიერთობას მივყვებით და აი ჩვეულებრივად, ნუ რაღაცა დავალაგეთ, კარგად გრძნობთ თავს და ნუ რაღაცა როგორც წავა ურთიერთობა წავა, არა. აქ ადამიანი ხედავს იმას და ხვდება იმას ნამდვილად, რომ აქ ურთიერთობას ძალიან დასჭირდება შრომა, ხო? ანუ თუ კი ჩადებს ენერგიას, მიიღებს, თუ კი ჩადებთ ენერგიას, უნდა დააბრუნოს. ძალიან საინტერესოა. თვითონ სამყარო როგორ ხედავს თქვენს ურთიერთობას? თვითონ სამყარო როგორ ხედავს? მე ესე ვიტყოდი, რომ თქვენ საკმაოდ ისეთი კარმული ადამიანები ხართ. როგორ ხედავს სამყარო თქვენს ურთიერთობას? მე ესე გეტყვით, ნახეთ, აქ შეიძლება ითქვას სამართლიანად ხედავს, იმიტომ რომ თითქოს როგორი რაღაცა არის, იცით რომ აქ წარსული ტკივილების, წარსული პრობლემების, როგორ ვთქვათ, აი მოშუშების მომენტის, ან უბრალოდ რაღაცა შეიძლება ითქვას, სხვის ვიღაცისთვის იყოს ის მომენტი, აი წარსულში დასამუშავებელი საკითხების მდგომარეობა არის. და ნახეთ, ზუსტად ეს მომენტი არის, აი ადამიანი არის თქვენს გვერდით, იმიტომ რომ ეს ყველაფერი დაამუშავოთ სწორად. ადამიანი არის დაამხმარე თქვენთვის. ეს ადამიანი თქვენთვის არის ადამიანი, რომელიც მოგიტანთ თქვენს და ნუ შესაძლებელია თქვენც იყოთ ამ ადამიანისთვის. რა მომენტია, იცით, აი მოგიტანთ სიმშვიდეს, მოგიტანთ სტაბილურობას, ან თქვენ შეგაქვთ ხო ეს სტაბილურობა და სიმშვიდე. აქ თითქოს ადამიანისთვის ეს ურთიერთობა, ანუ სამყარო ესე ხედავს, რომ თქვენი ურთიერთობა არის იმ ტკივილების და იმ ემოციების
თქვათ შესამსუბუქებლად, რომელიც მანამდე გქონდათ, ხო, რაღაც ეს გამოცდილებების. ეს ადამიანი თქვენთვის არის როგორც მასწავლებელი, როგორც ან თქვენ ხართ მისთვის როგორც მასწავლებელი, ხო, თქვენ ცოტა ისეთი ღრმად უნდა შეხედოთ ამ სიტუაციას, ხო, რაღაც ესე მართლა ზედაპირულად არ უნდა უყუროთ. შესაძლებელია, კი, ნახეთ, საიდუმლოები კი არ არის აქ პირობითად, ხო, არის ის მომენტი, როდესაც უფრო ღრმად უნდა ჩაგახედოთ სამყარო თქვენი და თქვენი პარტნიორის, ხო, ამ ადამიანის ურთიერთობაში, აი რა როგორ და რანაირად ხდება. აი თითქოს რაღაც ახალი გაკვეთილიც არა, ну აი რაღაც ახალი უნდა გასწავლოთ ამ ურთიერთობაში და ეს ურთიერთობაც მაგიტომ არის. ესე ხედავს, რომ თქვენ და თქვენი პარტნიორი ამ ურთიერთობაში რაღაცა სიახლეს სწავლოთ, ხო, ვის რა სჭირდება, ხო, ვიღაცას თქვათ სჭირდება ის, რომ თქვათ ერთგულება ისწავლოს, ვიღაცას სჭირდება ის, რომ რაღაცა თავი უფრო მაღალ საფეხურზე დაანახოს და შესაძლებლობები გაუხსნას, ხო, ანუ ვის რა იმის მიხედვით, ხო, ანუ ყველა ვიცით ახლა რა სიტუაციაა და აი აქ ესე უყურებს სამყარო თქვენ ერთმანეთისთვის, აი უბრალოდ შემთხვევით შეხვედრის მომენტი არ არის, ეს არის აი ერთმანეთისთვის გაგზავნილი წყვილი, რომელიც საბოლოო ჯამში რაღაცა ესეთ სწორ მიმართულებაზე უნდა გავიდეს და დაამუშავოს, რა თქმა უნდა. მოდით ვნახოთ თქვენ როგორ გრძნობთ ამ ურთიერთობაში თავს. აი, ხო არის რაღაცა მომენტი ხომ, რომ აი კარგად ვარ, მაგრამ რაღაცა საბოლოო ჯამში თითქოს ბოლომდე ვერ ვარ. ნახოთ აბა თქვენ როგორ გრძნობთ თავს ამ ურთიერთობაში, როგორ გრძნობთ თქვენ თავს ამ ურთიერთობაში. საკმაოდ ესეთი ხართ, აქტიური ხართ ამ ურთიერთობაში, შეიძლება ითქვას, მაგრამ ძალიან ბევრს ფიქრობთ ამ ურთიერთობაზე. როგორ გრძნობთ თავს, იცით, ნახეთ რა მომენტი არის. ნუ აქ შეიძლება ეჭვის თვალითაც უყურებთ, შეიძლება რაღაცა ცოტა ეს მომენტებიც გაქვთ, რომ აი რაღაც ისე ხო არ ხდება, რისთვის არის, როგორ არის, ან შეიძლება იმდენად თქვენც ჰარმონიულად გქონდეთ, რომ ფიქრობთ, რომ რატოა, ხო, ესეთი ჰარმონია არის ხომ ეს მომენტებიც. აქვს ადამიანებს ეს მომენტი, რომ იმდენად კარგად ვარ, რომ ხანდახან დავფიქრი, რატო არ ესე კარგად ვერ ხვდები, ხო, აი უთქვიათ ჩემთვის ეგეთი რაღაც. აქ ძალიან გონებით ხართ ამ ურთიერთობაში. აქ ემოციური მომენტები არ არის თქვენ რო გითხათ რომ ეხლა ცუდად გწნობთ ამ ურთიერთობაში თავს არა, მაგრამ ამ ურთიერთობაში თქვენ თითქოს აკვირდებით და პოულობთ ნიშნებს, იზრდებით ესე რომ ვთქვათ, ხო? რაღაცა სიახლეებს სწავლობთ, რაღაცა სხვა კუთხით უყურებთ ურთიერთობებს უკვე და აი ეს მომენტიც უკეთ ჩემი ძაღლი არ გაცდის არასოდეს. და აი ამ კუთხით უყურებთ. ვერ გეტყვით რომ ცუდად გრძნობთ, საკმაოდ სასიამოვნოდ გრძნობთ თქვენს, უბრალოდ აქ, ნუ უბრალოდ აკვირდებით სიტუაციებს, აკვირდებით ვითარებს, აკეთებთ ანალიზს. აი რაღაცა ეს მომენტი და ზუსტადაც სხვათა შორის იმდენად ისეთი მომენტი არის, სამყაროც ესე ხედავს თქვენს ურთიერთობას, რომ აქ რაღაცა ერთმანეთისგან შესაბამისად ანალიზი სჭირდება, ხომ, რაში ვსწავლობ, რას ვაკეთებ, რა არის აქ ამ სიტუაციაში, იმას ყველაფერს ანუ გაკვეთილს ანალიზი სჭირდება, თუ არ გავაკეთეთ ანალიზი, ვერასდროს ვერ მიხვდებით რა გაკვეთილი იყო ჩვენთვის. აქვს თუ არა გაგრძელება ამ ურთიერთობას, ნახოთ. აქვს თუ არა გაგრძელება ამ ურთიერთობას. აქვს თუ არა გაგრძელება. იცით რა არის, ამ ურთიერთობისთვის ძალიან დიდი ტრანსფორმაცია დაგჭირდებათ. აი ნახეთ, აქ იმხელა სწავლის მდგომარეობა დაგჭირდებათ და აქ უბრალოდ რა არის ის რატომღაც თითქოს აი შეიძლება აქ ის მომენტიც არის, რომ აი თქვენ როგორ გქნოდით თავს და ამდენ ანალიზს რო აკეთებთ, აი წარსულის მდგომარეობიდან ვერ გამოვდივარ და შესაბამისად როდესაც ვერ გამოვდივარ წარსული მდგომარეობიდან, გგონია რომ სხვა ურთიერთობებში აი უნდა დაინახოთ მომავალის მდგომარეობა. როგორ აქვს თუ არა პერსპექტივა. იცით რა არის, ნახეთ, აქ კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ეს არის თქვენი ურთიერთობა, რომელიც არის ბოდიშით ერთი წამი ძაღლი უნდა გავაჩუმო.
ბოდიშით მოკეთ ყვება ხოლმე. ხო და ნახეთ გაგრძელება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში შესაძლებელი ამ ურთიერთობის, როდესაც კონკრეტულ ციკლებს ჩავხუროთ. ხო, ანუ ესე იგი რაღაც როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ გონოთ ეს ურთიერთობა ძალიან საინტერესო უნდა იყოს თქვენთვის და ძალიან ბევრი რაღაცა ნიუანსი და მიაქციოთ ყურადღება და ჩახუროთ ეს, ხო? ანუ თქვენს ჩახუროთ და მანაც ჩახუროს. აქ ცოტა წარსულის მომენტების მდგომარეობამ შეიძლება შეგიშალოთ ხელი ურთიერთობებს, მაგრამ იცოდეთ რომ ეს არ არის შეიძლება ეს იყოს კიდე იცით რა მომენტი ეს ურთიერთობა, როდესაც ადამიანებმა უნდა გავაანალიზოთ, აი ზუსტად ამ გაანალიზებას გვასწავლის ურთიერთობა და დაგვანახებს სხვა გზას და უბრალოდ ეს ურთიერთობა იმიტომ მოვიდა ჩვენს ცხოვრებაში, რომ ჩვენს შეგვძლებოდა ახალ საფეხურზე გადასვლა ურთიერთობის. ამ ადამიანთან არა თუნდაც. ხვდებით, ანუ აუცილებელი არ არის რომ ამ ადამიანთან, თუ კი თქვენ შეძლებთ ის რომ ერთად გადაახვიდეთ ამაზე, რატომაც არა, მაგრამ თუნდაც აი აქ უფრო მე რასაც ვუყურებ ეს არის რაღაცა ურთიერთობა, სადაც უნდა გავიზარდოთ. ორივე მხარე. ეს არ არის მარტო თქვენი ურთიერთობა, რომ თქვენ უნდა გაიზარდოთ და თქვენ გაქვთ მხოლოდ და მხოლოდ პრობლემა. არა. აქ პარტნიორს უნდა გაიზარდოს, როგორც ქალბატონი უნდა გაიზარდოს, მამაკაცი უნდა გაიზარდოს. ეს არის ურთიერთობა, სადაც ორივე უნდა გაიზარდოს და ორივე უნდა მიხვდეს რა არის მათთვის მნიშვნელოვანი. რა არის მათთვის აი რაღაცა ეს ემოციური დაბალანსების მდგომარეობა, ხო? მე ესე ვიტყოდი, რომ თუ კი ჩაიხურება ციკლი სწორად და თუ კი დამთავრდება ყველაფერი სწორად, შესაბამისად აქ საბოლოო ჯამში რაღაცა დაალაგება. შესაძლებელია ერთის მხრივ ახლა რა ვუყურებ ვიღაცისთვის ეს იყოს წარსული პარტნიორის მოტრიალების მდგომარეობა, ანუ ნახეთ განახლებული ურთიერთობის მდგომარეობა და რაღაცა ესეთი მომენტი, მაგრამ შეიძლება ეს იყოს ის მოტრიალება, როდესაც უნდა ჩავხუროთ, ხო? აი არის ესეთი მომენტი, რომ და გვაქვს დარჩენილი კითხვები, დარჩენილი პასუხები არ გვაქვს მიღებული რაღაცა, აი ძაფი, რომელსაც ვერ ვუშვებთ და აი ყოველ შემთხვევაში ეს ურთიერთობა ახლა ამ ეტაპზე რასაც ვუყურებ, ეს არის ურთიერთობა, რომელიც არის ძალიან დასაფიქრებელი, ძალიან გასაანალიზებელი, აქ თითოეულ სიტყვაში, თითოეულ მოქმედებაში, თითოეულ მდგომარეობაში ისახება ძალიან ისეთი ღრმა მდგომარეობა, რომელმაც უნდა გაზარდოს თქვენი შინაგანი სულიერი მდგომარეობა. აი ესეთი გაშლა გამოვიდა, რა ვიცი, ნახოთ, ვისთვის რეზონირდება. ვისთვის იქნება ეს ყველაფერი, საინტერესო არის, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის მე ვიცი რომ და მადლიერი ვარ ამისთვის, რომ დაწერთ ხოლმე თქვენს კომენტარებს, ვიზ რეზონირდა და ვისთვის არის ეს ინფორმაცია, ეს ძალიან სასიამოვნო, იმიტომ რომ ამითი იგრძნობა, რომ იმ შრომას, რასაც ვდებთ, ჩვენ არქეოლოგები ხო, ანუ არა მარტო მე, არამედ სხვა არხებიც ხო არსებობს და როდესაც ხდება უკუ კავშირი ძალიან სასიამოვნო, იმიტომ რომ ის შრომა, რასაც ვდებთ, ის დრო, რასაც გამოვყოფთ ამ ყველაფრის, რომ თქვენთვის რაღაც ინფორმაცია მოვიტანოთ და თქვენი პასუხები არის, ეს ძალიან სასიხარულოა და ძალიან დიდი მადლობა აი ამისთვის პირადად ჩემგან, იმიტომ რომ ეს მე მართლა ძალიან სიამოვნებს ხოლმე, როდესაც ეს კომენტარები ხვდება. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ აქცია იქნება 24 და 25 ივლისს, ანუ დღეს შეგიძლიათ ჩაეწეროთ, დაიწყოთ ჩაწერა და მაშინვე მიიღებთ კონსულტაციას, ანუ ესეთ აქციას როცა ვაკეთებ, ხომ ვცდილობ, რომ იმ დღესვე გქონდეს კონსულტაცია და ესე გადატანილი დრო არ გქონდეს ადამიანებს, უბრალოდ ხა ეს 2 დღე ვისვენებ, ესე რომ ვთქვათ, გაშლებიდან, ანუ ისე მაგ გადატვირთული ხოლმე და ახლა დასვენების პერიოდი ახლა მოხდა და ითხოვეს ფასდაკლებაც, რა ვიცი, ვეცადე რომ გამეკეთებინა ეს მომენტიც და შეგიძლიათ დღეს ჩაეწეროთ, იმისთვის რომ ხვალდასდე მიიღოთ ამ აქციის ფარგლებში სრული ინფორმაცია თქვენს ცხოვრებაზე, პერსპექტივებზე, ფინანსური კუთხით, კარიერული კუთხით, პირადი ურთიერთობების მდგომარეობა და ნახოთ თუ რამე სადმე ხელისშემშლელი ფაქტორებია, თუ რამე ისეთი მდგომარეობა, რითი შეიძლება გამოსწორდეს, როგორ შეიძლება გამოსწორდეს და რა გზით უნდა წახვიდეთ, რომ უკეთესი ენერგიები და უკეთესი ცხოვრება გქონდეთ. მე კი დროებით გემშვიდობებით.